სულ მალე გზის გადაკეტვისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო ადმინისტრაციული პატიმრობა გემუქრებათ. ეს ყველაფერი არ არის. ქართული ოცნების წევრების ინიციატივით პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის, წვრილმანი ხულიგნობის ან ქართული ოცნების წევრის შეურაცხყოფისთვის დაკისრებულ ჯარიმას თუ არ გადაიხდით, შეიძლება სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში აღმოჩნდეთ. ეს სამოქალაქო აქტივისტი და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვის დედა. ნინო კალანდიას გზის გადაკეტვის ბრალდებით 13 ჯარიმა აქვს გამოწერილი. ჯარიმის გადახდას ვერ შეძლებს. ამიტომ კანონში ცვლილებების შემდეგ ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება. პატიმრობის ვადა, რომელიც მოსამართლემ უნდა განსაზღვროს 1-დან 30 დღეს ითვალისწინებს. მე მიმაჩნია, რომ ჩემი შვილისთვის უნდა ვიბრძოლო, იმიტომ რომ ჩემ შვილს იმ გადაწყვეტილებით, რაც მათ 28 ნოემბერს მიიღეს, ჩემი შვილისთვის დაიკეტა ყველა პერსპექტივა. მე მყავს დაუნის სინდრომის მქონე 12 წლის შვილი და მისი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. უფრო და უფრო უარეს უნდა ველოდოთ თუ არ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ის პერსპექტივები და დავიბრუნოთ ის ქვეყანა, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. კანონის გამკაცრების პარალელურად ქართულმა ოცნებამ გზის გადაკეტვისთვის ჯარიმების აქტიურად გამოწერა გაანახლა. ხოლო დღეს პოლიტიკოს და აქტივისტ გიორგი მუმლაძეს სახლში 10 ცალი 5,000 ლარიანი საჯარი მოქმი მიუტანეს. გამოვიდა რუსი კობახიძე და დაანონსა, რომ ეს საშინელებაო, რამდენიმე ასეული ადამიანი რატომ უნდა გადაკეტოს ქუჩაო და ყველა უნდა დავაჯარიმოთ. დაჯარიმებიდან ამ განცხადებიდან რუსი კობახიძის განცხადებიდან მეორე დღეს 10 საჯარი მოქმი მომიტანა ფოსტამ. ეს რეპრესიული მანქანა უფრო და უფრო გააძლიერა ოცნებმა რეჟიმმა, მათ სურთ, რომ ეს პროტესტი ჩაკლან, ქუჩაში აღარ გამოვიდეს ხალხი, იმიტომ რომ ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის რუსთაველის პროტესტი და რუსთაველის გამზირი ზოგადად ქართულ ოცნებს. სამოქალაქო აქტივისტები ცვლილებებს რეპრესიების ახალ ტალღად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ მათ დაშინებას და პროტესტის ჩახშობას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. ძალიან ბევრი ჯარიმა აქვს ადამიანებს, რომლებიც არ იხდიან, რომელსაც ყადაღა აქვს და არ იჭერენ მათ. ამიტომ ზუსტად ეს კანონი არის იმისთვის, რომ ეს ადამიანები, ვისაც აჯარიმებენ და ვერ იხდიან ამ დაკისრებულ თანხას, ისინი დაიჭრონ რამოდენიმე დღით, ვერ ჩაშლიან ამ მიტინგებს და ამ აქციებს. ამიტომ ქართველი ხალხის ხმა ისევ გაიჟღერებს, ისევ ვიბრძვით და ისევ ვიბრძოლებთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. მე მგონია, რომ ეს ნამდვილად არ იმუშავებს, რა მიმუშავა, ანუ ჩვენ გვაწამეს, დემონსტრანტები დაგვარბიეს, საუკეთესო ადამიანები ციხეში გამოკეტეს, 5,000 ლარებით და უფრო მეტით გვაჯარიმეს, ასევე ადმინისტრაციული პატიმრობები გამოიყენეს სრულიად უსაფუძვლოდ, მაგრამ ჩვენ გავჩერდით, არ გავჩერებულ ვართ და არც ახლა ვაპირებთ გაჩერებას. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ უფლებადამცველები ქართული ოცნების ინიციატივას და მიაჩნიათ, რომ სასჯელი ეგრეთ წოდებული დანაშაულის შესაბამისი არ არის. ევროსასამართლო სწორედ მაგაზე ვსჯელობს, რომ გამოხატვის თავისუფლება რო არ შეიზღუდოს, სიტყვის თავისუფლება რო არ შეიზღუდოს, მაგიტომაც, როდესაც არის მცირე მნიშვნელობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, არ შეიძლება აღნიშნულზე ადამიანს შეფარდოს პატიმრობა. ფაქტობრივად ეს შეგვიძლია შევაფასოთ როგორც მორიგი რეპრესიული ცვლილება, რომლის მიზანი არის, რომ მაქსიმალურად შეზღუდოს ქართულმა ოცნებამ ყველა ის სივრცე, სადაც ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ პროტესტის გამოხატა თუ აზრის დაფიქსირება და რა თქმა უნდა ასეთი ტიპის სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება არის არსებითად არაპროპორციული ზომა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს სავარაუდოდ ამ კვირაშივე დაამტკიცებენ, რომლის მიხედვითაც სასჯელის სახე მკაცრდება და 30 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.